გამარჯობა მეგობრებო. ვინ ვართ ჩვენ ქართველები? მე ვგულისხმობ რა ფსიქოტიპი ვართ და როგორი ვიყავით და როგორი ვართ ეხლა. ჩემი პროფესიული თვალსაზრისით ჩემს დაკვირვებას მოგახსენებთ. ადრინდელი მემატიანეები ქართველებს ახასიათებდნენ როგორც მამაცებს, მეომრებს, შრომელებს, ასევე ახასიათებდნენ მათ როგორც სამშობლოს მოყვარულს და ერთგულს, რომ ქართველს თავისი სამშობლო უყვარდა, მას იცავდა და ის ამ სამშობლოს ვერ და არ ელეოდა და ასევე გათხრები აჩვენებენ, რომ ადრეულ და მე ვგულისხმობ ძალიან ადრეულ ასევე ქრისტეს შობამდე საქართველოში უნდა ყოფილიყო კარგად განვითარებული ხუროთმოძღვრება, მშენებლობა, ხელოსნობა, ასევე უნდა ყოფილიყო აუცილებლად ხელსაქმე, ოქრომჭედლობის ნიმუშები აჩვენებენ ამას, ხიდების მშენებლობა აჩვენებს, აი თვითონ ეს ძველი შემორჩენილი ხიდები, რომლებიც საოცარი სიზუსტით და გათვლით არის აგებული, ისინი ასევე აჩვენებენ, რომ ეს ყველაფერი ქართველ ერში კარგად იყო განვითარებული. და რასაკვირველია, ხორბლის ამდენი ჯიშები მიუთითებს, რომ ეს ხალხი იყო მიწათმოქმედი და ასე მოიხსენიებოდნენ ისინი სხვებისაგან. და როგორც ჩემი ბოლოდროინდელი დაკვირვებებით მივხვდი, საქართველოს ძირეული კერა იყო სამხრეთ საქართველო, რასაკვირველია სხვაგანაც, მაგრამ სამხრეთ საქართველოში აღმოჩენილი გათხრები თუ ისტორიული ლოგიკა მიუთითებს აი ამ ყველაფერზე. ეხლა როგორები ვართ? მერს დავახასიათე, აი ეს მთავარი არქეტიპი და თითოეულ ერში არის სხვადასხვა არქეტიპები, შეესაბამება ეს ჩემი დახასიათება ჩემს არქეტიპულ სისტემაში აპოლონს, რომელიც არის მეომარი და რომელიც ასევე არის მთავარი არქეტიპი ჯერ კიდევ ეხლანდელ გერმანიაში. რასაკვირველია, როგორც მეღვინეობის ქვეყანას ეყოლებოდა ასევე დიდი რაოდენობით დიონისე, რომელიც არის ძალიან მგრძნობიარე ბახუსის და ბახუსის ღმერთის სიამოვნების და ესთეტიკის მოყვარული. ასევე ჰერმესი, რომელიც არის ძალიან მოძრავი, ძალიან დინამიური, მის უარყოფით გამოვლინებაში კი ასევე ძალიან ეხერხება თაღლითობა და ფაქტიურად ითვლება, როგორც მითოლოგიაში ითვლება ქურთების მფარველად. რომელსაც ყველაფერი შეუძლია, მაგრამ სიღრმისეულად შესვლა რომელიმე სფეროში უჭირს, რადგანაც ის სულ მოძრაობაშია. მოგეხსენებათ, რომ დიონისე და ჰერმესი ესეთ ეკლესიებს და აი ეს ძლიერ ქვეყანას, როგორც ჩანს, რომ საქართველო მაშინ იყო, ამას ვერ შექმნიდნენ. მის შესაქმნელად საჭირო არის აპოლონი, რომელიც მრავალჯერ დამეხასიათებია ჩემს ვიდეოებში გერმანიის შესახებ. და აპოლონს ჯერ ერთი იმიტომ, რომ აპოლონი მეომარია და იბრძვის, ის ემორჩილება დირექტივას, ის ძალიან მშრომელია, ძალიან პასუხისმგებლიანი არის, ის სამშობლოს იულად არ გაწირავს, არ მიატოვებს, ის ერთგულიც არის, ძალიან ერთგულია. და აი ეს თვისებები აუცილებელია, რომ ერი შედგეს სხვანაირად მარტო იდეებით, მოძრაობით, რომელიც ასევე აუცილებელი არის და პოეზიის და ლექსების თხზით და სიმღერით და სიამოვნების მიღებით ერი ვერ შედგება. და აქედან მე ვარაუდობ, რომ მაშინდელ საქართველოში ეს აპოლონი მეომარი და კიდევ ოსტატი, რადგანაც რკინის და წრთობა თუ იარაღები მიუთითებს იმაზე, რომ ეს დარგი ძალიან განვითარებული იყო და ითვლება, რომ
ვარაუდი არის და ეხლა მე ისტორიკოსი არ ვარ და თქვენ შეგიძლიათ შემისწოროთ ან დამეზუსტოთ, რომ ასევე რკინის წრთობა ძალიან იარაღების შესაქმნელად ძალიან იყო განვითარებული და ისინი ერთ-ერთი პიონერები იყვნენ. ამისათვის კი საჭირო არის აუცილებლად ოსტატი, რომელსაც ჩემს ქვემოთ ჰეპასტო ოსტატი, რომელსაც შეუძლია ერთ სფეროში დაოსტატება ის, რაც მაგალითად ჰერმეს ნაწილობრივ რაღაც ზედაპირულად შეუძლია, მაგრამ სიღრმეში შესვლას ვერ ახერხებს. აი, ოსტატი არის ის, რომელიც აღწევს სრულყოფილებამდე ზღვარს იმაში, რაშიც მოქმედი არის. და ეს ამდენი ეკლესიები, ხიდები, აი ეს რაც გათხრების შედეგად ნაპოვნი არის, ოქროს სამკაულები, ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ძალიან ბევრი ოსტატი იყო და ძალიან ბევრი აპოლონე, ანუ მეომარი იყო ჩვენი ერის ფსიქოტიპში. ისე ინტენსიურად, რომ აი ეს რასაც ვხედავთ ნანგრევები, მიუთითებს იმ ქვეყნის სიდიადეზე. ეხლა კითხვა არის, სად გაქრა ეს მეომარი და ოსტატი, რადგან ჩვენ მას ეხლანდელ ქართულ რეალობაში ნაკლებად ვხედავთ, მაგრამ ნაკლებად. უკვე ბოლო საუკუნეებში საქართველოში, ქართულ რეალობაში, ფაქტურად ხელოსნობა გინდა, ვაჭრობა გინდა, სომხები იყვნენ ძლიერები. და რატომ იყვნენ ისინი ძლიერები? იმიტომ, რომ უკეთესები იყვნენ. უკეთ შეეძლოთ ის, რაც მაშინ ქართველს არ შეეძლო. ესე იგი, ხელოსნობა გინდა თუ აი ეს თვითონ ეს დამყარებული, რაციონალურ გათვლაზე დამყარებული საქმიანობა, რაც ეხლა ბიზნეს ვიძახით და მაშინ ნიშნავდა, რომ ვაჭრობას გაგერისკა წასულიყავი, აი აქაც კი იყვნენ ქართველები, მაგრამ ძალიან ბევრი სხვა ერის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს თბილისში, მათი აშენებული სამატყოფო გინდა თუ შენობები, აი თბილისს ახლაც ამშვენებს. ეხლა კითხვა არის შემდეგი, რატომ ვეღარ ვხედავთ იმ რაოდენობის ხელოსნებს, აი ხელსაქმის მოყვარულ ქართველ კაცს, შეიძლება თქვენ მეზობლობაში ხედავთ, მაგრამ გადახედეთ მთელ საქართველოს, გადახედეთ სოციალურ ქსელებს. გერმანიაში ასეთი რამე არ არსებობს, შექმნილია ჩვენთან ეგრეთ წოდებული ხელოსნების შავი სიის ჯგუფი. მე ამ ჯგუფს ვაკვირდები და იცით, უნდა გითხრათ, რომ მე ასეთ ჯგუფებში დაპოსტილმა სურათებმა და ვიდეოებმა და სასოწარკვეთილმა მომხმარებელმა გადამაფიქრებინა, ფაქტურად ისეთი მტკიცედ გადაწყვეტილი მქონდა საქართველოში დაბრუნება, სახლის აშენება, ვიფიქრე მე ამ სახლს შევეწირები, იმიტომ ისეთ რაღაცებს წერდნენ, რომლებიც ჩემს ფანტაზიასაც კი სცილდებოდა. ხალხი იყო, რომელსაც ატყუილებდნენ, საერთოდ არაფერს არ უკეთებდნენ, ან უკეთებდნენ და ფოტოები იყო დაპოსტილი. და კიდევ გაკეთებულზე კიდე ცალკე შეიძლება გული შეგწუხებოდა ადამიანს. და ის რაც აი აპოლონს ახასიათებს და რასაც აქ ვაკვირდები, რომ იწყებს ძალიან ორგანიზებულად, გეგმიურად მასალებს მოიმარაგებს, კარგად გათვლის, დაფარავს, ააკრავს, ნუ ყოველთვის იყო შესაძლებელი დაცვა. თუ მან ადრეულ დროში არ იყო ეს წებოვანი ქაღალდი, მაშინაც ალბათ სხვა რაღაც ვარიანტი იქნებოდა. სუფთა მუშაობა, ეს არის უნარი, ეს არის შინაგანი მოთხოვნილება. და ხედავ მე ფოტოებს, რომ რაღაცას გააკეთებენ, დააგებენ ფილებს და ის ულამაზესი ჭიშკარი არის ისე მოთხუპნული, რომ შემდეგ კიდევ ბევრი ფული ჯდება და დრო და ნერვები, რომ ის გაწმინდო. ესე იგი, მასაში მე არ ვიტყვი, რომ ყველა ასეთი არის, ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ქართველი კაც ის თვისებები, რაც აპოლონს ახასიათებს, მასაში ისე არ იგრძნობა, როგორც უნდა ყოფილიყო, როცა ეს ძლიერი სახელმწიფო შედგა. და ეს არის ჩემი დაკვირვება, თუ თქვენ სხვა აზრი გაქვთ, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. რა მოხდა? ჩემი აზრით რა უნდა მომხდარიყო? აპოლონი, რომელზეც დგას
მტერი, ესე იგი ეს მასა, რომელიც არის მშრომელი, რომელიც არის პასუხისმგებლიანი, რომელიც არის ერთგული, რომელიც არის ზემოდან დირექტივების ასევე შემსრულებელი, რაც შეიძლება მისი მინუსიც გახდეს. ის იბრძვის სიცოცხლის თავის სიცოცხლის ბოლო მომენტამდე. იცავს მას, რაც მასთვის მისი წარმოდგენით ძვირფასია. და თუ ის სამშობლოს იცავდა, ის ხშირად იღუპებოდა. აი, ომში აპოლონი იბრძვის წინა რიგებში და რასაკვირველია, ჰერმესი და სხვა არქეტიპები ცდილობდნენ ამ სიკვდილს არიდებოდნენ, რაზეც აპოლონი არ ფიქრობს. ასე რომ, როცა დაიწყო სამხრეთიდან შემოტევა სხვა უცხო ტომების, ამას პირველად შეეწირებოდა აუცილებლად აპოლონი. იმიტომ ომში აი ესეთი გულანთებული, რომელიც ბოლომდე იბრძოდა, იყო არქეტიპულად არის ის. და რასაკვირველია, ვინც გადარჩებოდა კიდე ტყვეთ ვარდებოდა, ან კიდე ვინც გადარჩებოდა პირველ რიგში ამ მებრძოლ სულებს უსწორდებოდა მტერი. ამიტომაც, რადგანაც ეს არქეტიპები გადადის მამიდან შვილზე მემკვიდრეობით, შენ თუ გარკვეულ არქეტიპს ერთ ეროვნებაში გაანადგურებ და ეს შეიძლება ალბათ ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში, უკვე ამ ერის არქეტიპულ სტრუქტურას ცვლი. რადგანაც როგორც ისტორია გვიჩვენებს, სამხრეთიდან იყო ძალიან დიდი მოწოლა სხვადასხვა ერების. და შემდეგი კი ხა ვინ უნდა ყოფილიყო ოსტატი, რომელიც ამ ყველაფერს ქმნიდა, აშენებდა და რომლის ეს გათხრების შედეგადაც ნაპოვნით ჩვენ ეხლაც გვანციფრებს და აი ჩემი შვილისათვის თუ მინდა საჩუქარი, ჩამოვდივარ ხოლმე, ვცდილობ სამკაული ვიყიდო, რომელიც მიამსგავსეს იმ ძველ სამკაულებს, რომლებიც გათხრების დროს იპოვეს, რადგანაც მართლაც ძალიან ლამაზია და შესანიშნავი. და ვინც ამ სამუშაო იარაღებს ამზადებდა, ვისაც მშენებლობის ოსტატობა შეეძლო, იცით, აი ამ ხალხს ის მტერიც ცდილობდა, რომ მტერიც იყენებდა, რასაკვირველია, თუ მას აზრი ჰქონდა და ეკნებოდა აზრი და სულ მცირე ამ ასეთ ხალხს თვითონ ეს მოსახლეობა, რომელიც შემოდიოდა დამპყრობელთან ერთად და ხდებოდა რასაკვირველია მოსახლეობის შემოდინება ამ რეგიონებში, ის მოსახლეობაც იცავდა, იმიტომ მის ინტერესებში იყო. ამით ეხლა იცით, ისტორია გვიჩვენებს, რომ სამხრეთში მცხოვრები ქართველობა ან ომებში დაიღუპა, ან მოხდა მათი არმენიზაცია, ესე გასომხება, ან კიდევ გაბერძნება, ელინიზაცია. და რადგანაც ოსმალეთში ყველას მაგალითად სომხების ეკლესიას ჰქონდა თავისი გარკვეული უფლებები და მათ ასევე ბერძნებს, მაგრამ ქართულ ეკლესიას არანაირი უფლება იქ არ ჰქონდა. ამიტომაც, ვისაც უნდოდა რომ ქრისტიანი დარჩენილიყო, ის მიეკედლებოდა ან ერთს, ან მეორეს. იმ მომენტში ფიქრობდა, რომ თავს გადაირჩენდა, მაგრამ როცა ის დარჩებოდა უმცირესობაში, ის ბუნებრივია, სულ მაშინ, როცა სხვა ტომის ქალს მოიყვან და ან გათხოვდებოდა ქალი სხვა ტომენზე, უკვე ხდებოდა მისი ასიმილირება. და ვინც ამ სიტუაციას ვერ შეეგუებოდა, ჰერმესი მაგალითად არის ის არქეტიპი, რომელიც მაშინვე დატოვებდა იქაურობას და ესე ზემოთ, ეს არქეტიპი უკვე ცოტა ზემოთ მთებში ან კიდევ ჩრდილოეთისაკენ გადასვლით უფრო უსაფრთხო ადგილებში გადაირჩენდა თავს. და ეს არის ჩემი დაკვირვება, რომ ერშია საუკუნეების განმავლობაში აი ამ ბრძოლების და მოწოლის შედეგად მოხდა აპოლონის ძალიან შემცირება და აქედან გამომდინარე და ასევე მოხდა ოსტატის და სხვა არქეტიპების ასიმილირება ამ ახალ სამყაროში და მოხდა ასევე სხვებმა კი ზემოთ გადმოინაცვლეს და ამიტომაც ფაქტიურად სამხრეთი საქართველო დაიცალა ქართველებისაგან, ქართული გენი კი თუ ეხლა ჩვენ დნ-ს ტესტს ჩავატარებთ, აუცილებლად იქნება იქ თურქებში, სომხებში, ბერძნები უკვე იქ ეხლა აღარ ცხოვრობენ, მაგრამ მაშინდელ ბერძნებში, სპარსელებში. და ამიტომაც
გვაქვს ეხლა სულ სხვა არქეტიპული სხვა ფსიქოტიპური შემადგენლობა ჩვენს ერში, ვიდრე მანამდე იყო. აი ეხლა თქვენ დააკვირდით, როგორც კი საზღვრები გაიხსნა, მე გამაოცა იმ ხალხის რაოდენობა, რომლებმაც მაშინვე დატოვა ქვეყანა. რასაკვირველია, ზოგს პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა, ზოგს რა, მაგრამ მე საკმაოდ ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მანდაც თავისი ბიზნესი ჰქონდათ და მანდაც ცხოვრება კარგად შეეძლოთ, მაგრამ მათ ეს მოგზაური სული, აი რაც ჰერმეს აქვს, ჰქონდათ და ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს ერში აი ამ საუკუნოვანი ომების დაპყრობების შედეგად აპოლონი შემცირდა და ძალიან გაიზარდა ჰერმესი, რომელიც არის ძალიან მოძრავი, ძალიან დინამიური, ყველა სიტუაციას მოერგება და ასევე მას აქვს ძალიან ისეთი გამომგონებლური უნარი, მაგრამ უნდა მოიყვეს აპოლონი. აპოლონი თუ არ აქვს განვითარებული, თუ მაგალითად ფირმაში თანამშრომელი აპოლონი არ ყავს, ეს იდეა დარჩება იდეად. მას სჭირდება აპოლონი, მუშა ადამიანი, რომელიც აი ამ პროექტს განახორციელებს. და ასევე მოგეხსენებათ ეს ბახუს დიონისე არის ჩვენთან ერთ-ერთი ძლიერი არქეტიპი, რომელიც მაშინ რომ ასე ძლიერი ყოფილიყო, აი ჩვენი ერი აი ამ აღშენებლობას ვერ მიაღწევდა. ჩვენ წარმოვიდგინოთ, რომ დავით აღმაშენებელს თუ დასჭირდა ყივჩაღების ჩამოყვანა, რათა არმია შეექმნა, ეს უკვე მიუთითებს იმას, რომ უკვე აი ამ პერიოდშიც კი არის ეს აპოლონის არქეტიპი ძალიან დასშესუსტებული. და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აი ასე იყო ძველად საქართველოში, აი ეხლა სულ სხვა მოცემულობა გვაქვს. ამიტომაც არის, რომ ხელოსნობაში და ხელსაქმეში პრობლემატური სიტუაცია არის საქართველოში, იმიტომ რომ დიონისე და ჰერმესი იძულებულია ფულის გამომშავების მიზნით. ხელოსნობას მიჰყვეს და ეს არ არის მისი სიძლიერე. ის ვერ ფიქრობს, ვერ აზროვნებს აი ამ მოცემულობაში. ეს არ არის მისი ძირეული უნარი. და მინდა რომ აი ეს ეხლა რაც სურათი დავხატე არქეტიპული ცვლის, ეხლანდელი გერმანიის მაგალითზე, შედარების მაგალითზე და ასე ვთქვათ, როგორც დადასტურების სურათი მინდა რომ დავხატო. აი ხა თქვენ ნახეთ, გერმანია იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰომოგენური ქვეყანა, ცხოვრობდნენ გერმანელები, სხვადასხვა დიალექტზე მოლაპარაკე გერმანელები. შემდეგ კი ნელ-ნელა გაიხსნა საზღვრები, განსაკუთრებით დასავლეთ გერმანიაში და თქვენ ეხლანდელი მოცემულობა თუ არ მოგეხსენებათ, მე გეტყვით, რომ სკოლები არის, სადაც 1-2 გერმანული ბავშვია საწყის ესე პირველ კლასში და ეს კი არა, გერმანიაში კი არა, ვენაში 48% წავიკითხე. პირველ კლასში არის ისლამის მიმდევარი ბავშვი. ესე იგი ნიშნავს, რომ შემოსული მიგრანტების შვილები. ეხლა თქვენ თვითონ მარტივი არითმეტიკით წარმოიდგინეთ, რა იქნება 10 წლის განმავლობაში, როცა ესენი უკვე სკოლას დაამთავრებენ და გახდებიან ახალგაზრდები, რომლებმაც ეს ქვეყანა უნდა აშენონ. შემოსულებში ნაკლებია აპოლონი, აქ არის ძალიან ბევრი არესი, ეს არის ძალიან იმპულსური, ძალიან ისეთი დიდი ენერგიის მატარებელი, ასევე გარკვეული შარმის მატარებელი ფსიქოტიპი, რომელსაც რაღაცას ემოცია უჩნდება და მაშინვე უნდა მოქმედებაში გამოხატოს. ამიტომაც ის რაღაც ემოცია უჩნდება და იმპულსურად ის დაარტყამს, ის გაიწევს ვინმეზე. რასაკვირველია, მისი ენერგიის მიმართვა შეიძლება სპორტში, ცეკვაში, მაგრამ ამ კატეგორიაში, რომელიც შემოდის, არის ბევრი ასეთი არქეტიპი და ამიტომაც არის, რომ დღეში რაღაც რამდენიმე თვის წინ იყო 33 დანით დაჭრის შემთხვევები, ძალიან ბევრი ადამიანები იღუპებიან დანით, მანამდე ასეთი რამე მე საერთოდ არ გამეგონა გერმანიაში. ასევე
არის აქვს ის სექსუალური შარმი, ქალებს ძალიან მოსწონთ და აქედან გამომდინარე კიდევ ძალიან ბევრი მე თქვენ ერთ ვიდეოში გითხარით, რაღაც 800-მდე წლიურად მარტო აღრიცხული ჯგუფური ძალადობები და კიდევ სხვა ძალადობებს აღარ ვამბობ აქაურ ქალებსე. აქედან გამომდინარე ეს არესის დიონისეც ბევრი შემოდის. აქაც არიან ეს არქეტიპები. ყველა ერთში არიან ყველა არქეტიპები, მაგრამ აპოლონე იყო წამყვანი. მასზე მის მოწესრიგებლობაზე, მის გეგმიურობაზე, მის კანონის მორჩილებაზე, მის თანამიმდევრობაზე, მის ასევე პედანტობაზე იდგა აქამდე ქვეყანა და ინერციით ალბათ რაღაცა გარკვეული პერიოდი იდგება. მაგრამ სულ მცირე მაშინ, როცა საჯარო მოხელე გახდება სხვა უმეტესად სხვა არქეტიპი და ეს უკვე ეხლაც კი იგრძნობა იმ ერთეულ შემთხვევებში, იმიტომ გერმანიის ბერლინის პოლიციაში მოენდომეს, რომ პოლიცია გაემრავალფეროვნებინათ და ასევე არაბი და თურქი პოლიციელების ნაწილი გაზრდილი იყო და აღმოჩნდა, რომ ის ინფორმაცია, რომელიც იყო კონფიდენციალური, ხდებოდა მე ინფორმაციის კლანებისადმი მიწოდება. ნუ ეს ერთი საჯაროდ გახმაურებული შემთხვევას მოგახსენებთ და თუ ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ პასპორტებს რადგანაც იოლად არეგებენ გერმანიაში, აი გავა 50 წელი და მათ ყველას ერქმევა გერმანელი. და თუ გავითვალისწინებთ, რომ გერმანულ ოჯახს მაქსიმუმი 1 და მაქსიმუმი 2 შვილამდე ჰყავს და უმეტესობა შვილი არ ჰყავს, რადგან ეს იყო პოლიტიკა, რომ რა საჭიროა შვილი, ეს რთული ქვეყანა არის, და ძალიან ბევრი შრომა უნდა ასე ისე და აი მართლა ძალიან ბევრი ქალი გახდა აი ამ პროპაგანდისტული მიმართულების მსხვერპლი და როცა მოინდომეს შემდგომ შვილი, როგორც ცნობილმა პოლიტიკოსმა სარა ვაგენკნეხტმა, უკვე აღარ მისცა ბუნება მამის საშუალება. იცით, გერმანიას ერქმევა გერმანია, მაგრამ აპოლონი როდესღაც აღარ იქნება მათი მთავარი არქეტიპი და იქნება სულ სხვა ქვეყანა. სულ სხვა ღირებულებები ექნება ამ ქვეყანას, რადგან ის შემოსული არქეტიპები დაჩაგრავენ აპოლონს აუცილებლად, იმიტომ როცა ისინი გახდებიან უკვე უმრავლესობაში და ეს ტრენდი, რომ უმრავლესობაში გახდებიან, უკვე არსებობს. და აი ეს ახლა ჩვენს თვალწინ ხდება და შეგვიძლია თვალი მივადევნოთ, ეს ჩემთვის არის ძალიან სამწუხარო პროცესი, რადგან მე აქ ტიპიურ გერმანულ არქეტიპებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და რასაკვირველია, გულისწყებელით ვუყურებ იმ პროცესებს, რომლებიც აი ახლა აი ამ მომენტში ხდება. და ასევე აი ამ სურათით შეგვიძლია ჩვენ კიდევ უფრო ნათლად წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისტორიაში, როცა ქართულმა მოსახლეობამ მთებში გახიზნით და მთებში ცხოვრებით გადაერჩინა თავი. თორემ ეხლა ჩვენ ხო წარმოგვიდგენია, რომ ხევსურია თუ რატომ არ ეცხოვრებდა ბარში, რატომ შეეკედლებოდა, შეიყუჟებოდა იმ მთის წვეროზე, როცა ბარი იქვე ახლოს ხელმისაწვდომი იყო და მას ფაქტიურად თუ შიში არა, სიცოცხლის შიში არა, რა უშლიდა ხელს, რომ თვითონ ჩამოსულიყო და ისევ ბარში დასახლებულიყო. ასე რომ ჩემი დაკვირვებით ყველა ერი იცვლება, შესაძლებელი არის, ეხლა მე ვფიქრობ, რომ ის რაც ჩვენში იყო ეს ოსტატის არქეტიპის მატარებელი, ის ეხლა ცოცხლობს სომხებში, შეიძლება მოხდა მათი გასომხება, ან შემდგომ გათურქება, მაგრამ აი ჩვენს თვითონ ძირეულ ერში, რომელიც შემორჩენილი არის საქართველოში, მოხდა აი ამ ძალიან საჭირო არქეტიპების შესუსტება და მათი გაძლიერება ასევე შეუძლია გარემო პირობებს, შეუძლია ასევე სახელმწიფო პოლიტიკას, რადგანაც აი ამ არქეტიპებზე დგას ქვეყნის აღმშენებლობა და აი ამ არქეტიპების გაძლიერება თვითონ ჩვენთანგანშიც არის შესაძლებელი და აი ეს არის ჩემი აზრით
მომავლის შანსი თუ გარემო პირობებმა და სახელმწიფო პოლიტიკამ ხელი შეუწყო, რათა ერში აი ეს აპოლონის და არტემისის ქართული ის მდედრობით შესატყვისი არის არტემისი გაძლიერდეს მისი პოზიტიური მხარის გამოვლინებით და არა ჩრდილოვანი მხარის გამოვლინებით. მაინტერესებს თუ გასაგებად თუ დავხატე ეს სურათი, რომელზეც მე ბოლო ხანებში ბევრს ვფიქრობდი და დამიწერეთ. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის. კარგად ვზამდებოდეთ.